არის დღეები, რომელიც რაღაცნაირად უნდა გადაიტანო. და არის დღეები, რომელიც უბრალოდ კი არ უნდა გადაიტანო მარტო, უნდა გადახარშო, გადაანალიზო და გააცნობიერო. ხო და აი რაღაცნაირად ამოდის, რომ ეგეთი ენერგია გაქვთ, რომ რაღაცების გადატანის პროცესში ხარ და ეს გადატანის პროცესი არ არის მარტივი თქვენთვის. და ეს ყველაფერი მოდის იქედან, რომ გაურკვევლობაში ხართ და გაურკვევლობაში ტოვებთ ერთმანეთს. ხო და მოდი საჯარო გაშლა იყოს სახელწოდებით, რაც გიმალავთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი ამ კონკრეტულ მომენტში. აი როგორი რაღაც არის, იცი? იდეაში რა ემოციაც არის თქვენ სიტუაციაში და ენერგიაში და ენერგოველში, მუდმივად ტრიალებს ესეთი განცდა, რომ ერთმანეთის მიმართ აი ვერ გამოხატეთ ის სათქმელი ემოცია, რომელიც უნდა გამოგეხატათ და თითქოს ეს მუდმივად დარჩა იმ ენერგიად, იმ ძალად, იმ რაღაცა ნორმად და წესდებად, რომელიც ვერ განახორციელებთ ბოლომდე ერთმანეთში. აი ბოლომდე უსნედით ერთმანეთს ყოველთვის ყველაფერს და თქვენ მაინც გაურკვევლობაში რჩებოდით და რატომ? იმიტომ რომ არ იცით მოსმენა, არ გაქვთ მოსმენის კულტურა ერთმანეთთან და უბრალოდ ძალიან გადათანგულ, მისამართებულ ენერგიებში ხართ, თუნდაც იქ და იმ მიმართულებით, რომ ვერაცნობიერებთ ერთმანეთს, როგორ ატკინეთ აქამდე. ხო და აი ადამიანი გიმალავთ იმას, რომ აი ძალიან ენატრებით და ძალიან უყვარხართ, უბრალოდ გიმალავთ იმიტომ, რომ მგონია, რომ აზრი არ აქვს ამ ყველაფერს თქვენთან მოტანას. ლაპარაკს ვერ გაგაგებინათ, ვერ შეგაგნებინათ, ვერ მოგიტანათ სათქმელი ისე, როგორც საჭირო იყო, ვერ განაზოგადეთ სათქმელი ისე, როგორც საჭირო იყო და მე ზოგადად გირშევდით ახლა ამ სიტუაციიდან გამომდინარე, რომ ურთიერთობას უხდება ყოველთვის საუბარი, ანუ გულწრფელი საუბარი და შენ თუ არ ისაუბრებ და შენ თუ ადამიანს არ მიუტან სათქმელს ბოლომდე, ის ადამიანი ვერ მიხვდება თავის შენ სათქმელს. ის აუცილებლად დაფიქრდება და იტყვის, რომ ნახე, იმდენად არ ქონდა, იმდენად სურვილის ნაკლებობა ქონდა, რომ ბოლომდე არ გამოხატა სათქმელი, ეგრე იფიქრებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოხატოთ. ოღონდ მეორე ვარიაცია ამ ქმედების არის ის, რომ როგორ გამოხატოთ, ხო? გამოხატოთ მშვიდად, ძალიან დალაგებულად, ადეკვატურად. ვერასდროს თქვენი ღრიალით, თქვენი ყვირილით, თქვენი ტირილით, თქვენი წივილ-კივილით აი საქმეს ვერ უშველით. აი ვერც ერთ ვარიაციაში, აი ვერავის ვერ გააოცებთ ყვირილით, ვერავის ვერ. ანუ იმდენად უინტელექტოა მგონია ეს ყვირილი, რომ სიტუაციურად თუ არ მართე შენი თავი, რავი, რატომ მოგისმე სხვა ადამიანი, რატომ გაქვს რატომ აქვს ვალიდაცია, რომ ვიღაცამ შენი ისტერიკა, ან შენი ყვირილი, ან შენი წივილ-კივილი აიტანოს და მოისმინოს. არანაირად არ აქვს არავის მაგის ვალიდაცია. ხო და იმდენად გადაღლილია ამ მოცემულობით, რომ თვითონაც უყვირს, რომ აი მე აი როგორ მოვედი საერთოდ აქამდე, რომ ეს ყველაფერი მოვითმინე. ასე ეგრე ფიქრობს და ანუ მოცემულობა და ფონი რა იქნება თქვენ შორის? ხო, აი მოცემულობა და ფონი, ნახეთ, აი რაღაცა ძალიან დიდი სტრესი, ძალიან დიდი ტკივილი, ძალიან დიდი აი გაუმიჯნავი ფონების ნიადაგ და აი მუდმივად რომ მაინც ერთმანეთთან ხართ და აი რაღაცა სიტუაცია, რომელიც მაინც არ ლაგდებოდა, ერთი და იგივე ციკლს დახურავთ და ეს ციკლი იქნება რაღაცა ჭკუის სასწავლებელი თქვენთვის, ორივე თქვენგანისთვის, მარტო შენთვის არა. ანუ ორივე ისწავლეთ აქედან რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანს, ფასეულს, ფასადურს და ეს იქნება ის, რომ თქვენ ერთმანეთს შეხვდებით შემდეგ, რამდენიმე თვის ვადაში და ურთიერთობა მაინც სიყვარულამდე ანუ გამოასწორებთ ამ ციკლს, რომელიც იყო რაღაცნაირად არასტაბილურობაში და ამ სამყაროში თქვენ მიაღწევთ იმ ნების თავისუფლებას, რომელსაც ქვია ძალიან დიდი ჩანსაღი სიყვარული ემოციური თვალსაზრისითაც და თითქოს მანდ ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამთ, რომ ერთმანეთისთვის რაღაცა ძალიან დიდ და კარგს გააკეთებთ და ეს კარგი იქნება ის, რომ უბრალოდ ერთმანეთთან ერთმანეთი ძალიან ბედნიერები იქნებით. აი შეუსაბამობა, როგორც ახლა იქცევით იმ გრძნობასა და იმ ქმედებას შორის, რა ქმედებას თქვენ შორის არის, გავიგეთ და რომ დაიღალეთ, გავიგეთ რომ ზედმეტად ბევრი გაეცით ურთიერთობაში და თითქოს ორმაგი კი არ ნაკლებიც ნახევარიც არ დაგბრუნებით, მაგრამ თქვენი კეთილნება იყო. არავინ ამას არ გაძალებდა და თუ რაღაცას აკეთებთ თქვენი პარტნიორისთვის, კეთილნებას და სიკეთეს და სიხარულით, რაღაცა სიუხვით, ნუ არ მოთქვამთ, რომ თქვენ ამდენი გაეცით და იქიდან არაფერი არ დაგებრუნდათ, ან თუნდაც ნაწილი დაგებრუნდათ.
სულ რომ არაფერი დაგიბრუნდეთ, ეს აუცილებლად სამყაროსგან დაგიბრუნდებათ. მაგრამ თუ ქალები მეყურებთ, თქვენი ფემინური ენერგია დაიცავით და რაღაცა ისე გაეცით თქვენი ენერგია, რომ რაღაცა სწორად განსაზღვროთ თქვენი მოცემულობა, მაგრამ რაც შეეხება მამაკაცებს, თქვენ რა თქმა უნდა გასცეთ მეტი მასკულინური ენერგია და მასკულინური ენერგია ზოგადად მოიცავს, რომ უფრო მეტი გასცეთ, ვიდრე ფემინურმა ენერგიამ. ურთიერთობაში რადგან ფემინური ენერგია წყალივით და მშვიდად ქალურად უნდა მიმდინარეობდეს ენერგეტიკულ ველში. ამიტომ რაღაცები ნუ გეშლებათ, როლები ნუ გაცვალეთ და რაღაცები დაარეგულირეთ ისევ თქვენივე მდგომარეობებიდან გამომდინარე. მე კი შეგახსენებთ, რომ YouTube-ზე პოდკასტი დავიწყე და პოდკასტი 31 ასე ქვია ჩემს პოდკასტს. ძალიან გამიხარდება თუ დამესაპორტებთ და დამიწერთ კომენტარს, გამოიწერთ ჩემს არხს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ვინ არა თუ თქვენ. და შესაბამისად ჩემთვის ძალიან ახლო, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ძალიან გადამდებია თქვენი აზრი და მნიშვნელოვნად სასიკეთოდ მნიშვნელოვანი. ამიტომ რა ვიცი თუ გაიმეტებ ჩემთვის იმას, რომ უკავშირი გამოხატოთ ამ საკითხში, ძალიან გამიხარდება, დამეხმარება იმაში, რომ გავაგრძელო ეგ საქმეც, რადგან ძალიან მომწონს რაღაც სიახლეს რო ვაკეთებ, ყოველთვის რაღაც სიახლეს რო ვეჭიდები და თუ ამ სიახლეში დამესაპორტებთ და არ გავჩერდები, იცით თქვენ მე როგორი ხასიათი მაქვს, ძალიან მაგარ სიახლეებს შემოგთავაზებთ სამომავლოდ მაგ საკითხებშიც. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა ნდობისთვის და მადლობა იმისთვის, რომ ჩემთან მოდიხართ კონსულტაციებზე.